ანუ ამას წინებზე მოვდივარ სახში საყიდლებიდან რა და ქეთი მეუბნება რომ ჩემზე მეტად პასკები გიყვარსო და ანუ აზზე რაზე ლაპარაკობს როგორ შეიძლება ანეგით რაღაცა მოხდეს ანუ რა რამ პრობლემა მაქვს არა მგონია სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ვარ არაფერზე არ ვარ დამოკიდებული ინტროს მუსიკა დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Elite Mobi ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან ყველაზე დაბალ ფასად Why, it's Beka. გამარჯობა ხალხო როგორ ბრძანდებით, დაგიბრუნდით მომდევნო ვიდეოთი და დღეს გვექნება მიმების მორიგი ეპიზოდი. იმედი მაქვს რომ დღეს ნორმალური მიმები გვექნება და კარგად გავერთობით ერთად ასე რომ ჩაუჯექით, მაგრამ სანამ ჩაუჯდებით, მოგეხსენებათ რომ აღდგომა ახლოვდება. ჩვენი სპონსორი კი ვინ არის? რა თქმა უნდა სანდომი. თავიანთი უგემრიელესი ვაფლებით, ტკბილეულით, ასევე სნეკის ლაინაპით და რა თქმა უნდა უგემრიელესი პასკებით შემოკარგებო. თქვენ თუ იცოდით რომ სანდომის პროდუქცია ევროპული სტანდარტებითაა დამზადებული. რაც შეეხება პასკებს კიდე პასკების დამზადების ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელიც იტალიური პანეტონეს ტრადიციებზე დაფუძნებულია. რა თქმა უნდა, აგვაყოფილებს ყველანაირ ევროპულ სტანდარტს, საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებითაა ყველა დამზადებული, არის უმაღლესი ხარისხის და უგემრიელესი. ვერ მოვითმინე და გავშინჯე ერთი-ორი, კაი, ხო? სანდომის ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული და ახალი დახვეწილი გემოებით შეგიძლიათ შეიძინოთ ორნაბიტში, კარფურში, ფრესკოში, ჯიბეში, უნივერსამში, ევროპროდუქტში და მეინმარტის ფილიალებში. ანუ რამდენად გილას შეგიძლიათ შეიძინოთ, ხედავთ? ანუ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სანდომის და დავიწყოთ. ერთით რომ შევამეჭამოს, აი პრობლემა იქნება, არ ამგონია. ბიჭობამ შაურმაზე დავეშოთო და ამ დროს ჩვენი ფინანსები. ეს ლარი და 20 მეორე 20 ლარი, მესამე 150 ლარი. ანუ ის 150 ლარი ვის წაკ ისიხდის ყველაფერს. ყველას ვყავს საძმაკაცოში ის ერთი მდიდარი. დილით როცა ვფიქრობ რომ დღეს უკეთესი მშობელი ვიქნები 1 საათში. ტასოსთან მოსიყვარულე მამა ვარ დაახლოებით 1 საათით. მე უკვე ტასო გამოდი, ტასო ხევი არ მოკიდო, ტასო გაჩერდი. ახლა ხვდებით როგორ უშილდი ჩემს მშობლებს ნერვებს. მოიცვა აქ რა ხდება ჩემი კაი. ჩემი კლასია ეს თუ რა არის? ჩემი კლასი ხო არაა შემთხვევით. ძალიან გავს აქტიობები ჩემი კლასის აქტიობებს. ყველაზე მაღლა უნდა ავიდე დაждდეს, ღადაო. ეს რატო არ მოგაფიქრდა ჩვენ? ჩვენ ძირითადად კარებებს ჩავრაზავდით ხოლმე და მასწავლებელს არ უშვებდით შიგნით. ეგრე ჩამოინგრას ძმაო დაგერხევა. ჩემი კაი. გული გამისკდა კარგად არის ყველაფერი. ეგრე ჩამოინგრას მეთქი ხო თქვი? ამაზე მაინც არ დამედოს სტრაიკი YouTube ძალიან გთხოვ. ვიდეოებს მისტრაიკებს ხოლმე ეგეთ რაღაცეებზე. What? საწყალი ძაღლი ჩემ როგორ იყურებ? როგორ ჩააწეს ბიჭო. საღოლ. Nice. პირველად რაღაცა გამოვიძახეო და დარეკი 112-ში კურიერი მტკვარში ჩავარდა. Nice. ისე ჩემს ვიდეოებს ტელევიზორში ძალიან ბევრი უყურებ. სტატისტიკას რომ ნახურობ, ნახევარზე მეტი ხოლმე ტელევიზორში უყურებთ. ძალიან საინტერესოა. და შერიდი უყურებ? Let's go just in there. So, ეგ არის ძმაო, მოიმარჯვეთ სანდომი და უყურეთ. რა პრობლემაა? ერთხელ პატარა ბეჭედას გასწა და წყალი მოსწოვდა. დინარის პირას რომში. ეს არ მახსოვდა. ჯერ სადავარ, ცოტა ხანში კატები ლაპარაკს დაიწყებენ და ძაღლები კიდე მანქანის ტარებას. ვაი დედა, ვაი. მართალი ყოფილა ეს კაცი, ბიჭო? ბოქსის მატჩში შემიშვით ნებისმიერ ვინმესთან და მოვუგებ, იმიტომ რომ იმაქვს ჩემი ტექნიკები, რომელიც ლოგიკაზე არის დაფუძნებული და მაქსიმალურ ეფექტურობაზე. პირველ შეტევას გაჩვენებს ძალიან ეფექტურია, ანუ ფაქტობრივად შეუძლებელია დაბლოკვა და რომც დაბლოკოს მოწინააღმდეგემ, ანუ იმდენი ხანი გაგრძელდება, რომ რაღაც მომენტში ვეღარ გაუძლებს ხელი და ჩამოწევა მოუწევს და მე დენძრევა. კედელზე გაჩვენებთ რა. მეორე არის ყველაზე ძლიერი შეტევა. ამას ქვია მომაკვდავი ვერტმფრენი. მომაკვდავს კი, მომოკდინებელი ხარ უნდა იყოს. ამასთან დინგზე არავინ არ შეუშვათ ძმაო. დარხეული აქვს. ან ერთთან მეორეს, რა ვიცი. მანდრო ვიყო ეხლა რა სიზამდი, ოღონდ სერიოზული პასუხი რა.
Slender PM-ის არხს გამოგაცერინებდი. Nice. Საღოლ ძმაო. როცა დედა ჭურჭელს რეცხავს და შენ ნელ-ნელა ამატებ თებშებს. და ნიჟარაში ნელ-ნელა როდებ იქნება არ შეამჩნიეს რომ დაუმატებ. პიოვი ჩემი გონება ადრე და ჩემი გონება ახლა. მათემატიკა მაგრა დავამხეცე, რომელი კლასში იყო, აღარ მახსოვს უბრალოდ და მათემატიკა იმ კლასისთვის მაგრა დავამხეცე, მაგრამ იყო და ეგ. ახლა კიდე 15-ს გამოვაკლოთ 3 მოიძარს ემეჩალოს კალკულატორი გავხსნა. 100 ლარი თუ გეის გაეთიშოს ინტერნეტი. გეის გაეთიშოს ინტერნეტი. აუ, თქვენ არასწორებო, ვიცოდი. არ გამთიშვია ინტერნეტი, ყველაფერი კარგადაა. ჰიმალაის სვანური მარილი. აი ძველი ფოტო კი არის. 2020 წლის აზღარ. სვანური ჰიმალაები არის თქვენ თუ რა არის? ოჰოჰოჰოჰო. რა ვარი პიპიები გაეძრო? აუ რა მაგარი მანქანებია. ხო არ ხადაო პოპელი ძმა. აი ნამდვილი მანქანა. ასტრა არის ხო ცოტა ახალი ესა. თაღოლ ძმა. ორიგინალურია. Брос не габиш материалда. Камискда гули. Егარი. თაზრო მიწა დაიყარა საღოლ ეფექტები. ოპა გურამ საღოლ. ჩემი საძმაკაცოს ჩარია? კავშირი აღარ არის ბიჭებო. რადგან არის პროვოდი გაწყვეტილი. ვინ წავა გადასაბმელად? ის რა არის აწყობილი ზარბაზანი ძმობას გაფიცებს საღოლ და ის ფეჩის გამათობლის ტრუბა კაია იდეალურია იდეალური ბატონო გურა აბსოლუტ სინემა იმენა კინო ოდეშინია არა კამერაში რო იყურება ლოსკოკუცი წაიღე და რა წაიღეო ბიჭო პლოსკოკუცი კარგია კაბელი პლოსკოკუცი საღოლ ძმა აბა გადააბა ბიჭო ვერ გადააბა კაბელი მაშინ მეწავალ მაგის დედას უყირე ხოლმე პლოსკოკუცები წაიღე ჯურკები წაიღე და პლოსკოკუცები კარგად გადავა ყველაფერი ჯიბეში მინდა კამერამენი უჩურჩულებ კავშირი აღდგა კარგია ყოჩახ ბატონო ნოდარ თქვენ დაიმსახურეთ ერთი ვარსკვლავი გოუნანა ბოლოსაც კარგი იყო იმენა კინო ძმა აი არ ვიცი რა ვთქვა საღოლ ოსკარი ფეხებზე მკიდია აუ ისევ ამათ მოიჩალიჩეს თუ სხვა მოიჩალიჩეს ეს არა ძმა არა ნელა ჩემი ვაიმე ეყოფათ რა სახიფათოა მართლა აუ ჩვენი ძმა გახსოვთ რამდენი ხანი არის გამოჩენილი გემრილა ცავს როგორ გავათფოთ ცივი ძრავი სწრაფად და ერთჯერადად ჩემი რაზეთის ნასოსი გიყენია რო არ დაგისტუკა ეგრევე მატარებელი მოდის მატარებელი მოდის Shvenchevnet, Wavalto. თარგმანი ნაის. სად მიდიან ესენი? ან თანამშრომლები იქნებიან, ხო? მან დაგიდა ეს დედამო რაღაცა კონტია. Pro. ხო, ალბათ თანამშრომლები არიან რა. ერთი ახსნა ეგ აქვს. I was meant to be new. აუ ეს ლანსელოტა, ხო, ვიღაცამ გადაუღო მგონი. დაშლილებში რო. I was meant to be beautiful. აჰა. ამდენი ვიჩალიჩეთ. რა სიზაცას და ხდება ხოლმე. They killed grandma. Oiga. Uno, qué difícil.
ბოლოსწიული იმენა მაგარია. იდეალური კაცი იყო. ბიჭი თუ მეყოლა მამარდა უნდა დავარქვა. თუ გოგო იქნება დედარდა. თუ ცოტა ადრე დაიბადება გავარდა და ინტელექტ 6-7 Bobo class 6 best neighbor. What the fuck? როცა გაცილებული ხარ და ვიდეოს გადაღება გადაწყვეტენ? Evinizin Amerika arkadaşlar. Ben hobimimi arkadaşlar bugün sizinle beraber bir televizyon videosu çekiyoruz. Bugün Lay's karidesi çiftliyoruz. როცა 6 წელზე ზევით მანქანის ჩამოყვანა ისე დაუშვეს, მაგრამ გამბაჟება გაწვირდა. მასეა ძმაო, ელექტროშუშები, მექანიკური შუშები და ავტობუსის თუ მარშრუტით გასასრიელებელი შუშები. ამათი გაღება დაკეტო, რა ძნელი არის ყოველთვის ჩემი. ბატონი გურამი ყველაფერში მაგარი. კიდე ფილმი გააკეთა კაცო, რამდენ ფილმი გააკეთა უკვე. ტრაიპოდზე რა უდევს რაკეტის ნაირი რაღაცა. საღო. ეს ტომიგანი გააკეთა? ხო არ მეღადავები რა ყველაფერი შეუულია ამ კაცს. ნახე პატარა ტომსონი გააკეთა ხისგან და კარების საკეტისგან ხო არ მეღადავებით. თვითონ ხელში კალაშა უჭირავს? ბაზარი არა. რა ადგილას არის? იდეალური კონსტრუქცია. საღოლსო. მოფიქრება ხო უნდა ბიჭო ვიღაცა უბრალოდ წაიღო. კაია. იმენა კინო. აი ამაზეა ნათქვამი. პიოვი მასწავლებელმა გვერდით კლასში გადმოდით თქვენი სკამებიანათო. წელი მტკივა, ცავატანემ, ხელი მტკივა. რა ხდება ჯიგრებო? რა თქმა უნდა ძმაო თოფურია და უმარცხებელია. უკაცრავად აზო არ დაიყურებდით? ნარო, ტეხავს საბანტო. უკაცრავად ხუცლარა. საღოლსო. კარგი იყო მომეწონა. როცა მთავრობამ ქვეყანაში 6 წელზე ძველი მანქანების შემოყვანა აკრძალა 35 წლის მერაბდვალიშვილი ანუ ხო მიხდით რა The Machine არის და მაგიტო yes აუ ეს ნანახი მაგ და უმაგრესი ტრენდია ძმაო შერეკილები ძმა და კარგად აკეთებს აი შევა ხომ გითხარი გაფრენდებიანო ძმაო დღეიდან სწორკვებას ვიწყებ და მე ზუსტად 5 წუთში. კარგით რა, დიეტაზე ვარ და მშია ახლა. სხვათა შორის 11 კილო მაქვს დაკლებული. თქვენი გადავით და 11 კილო დავიგელი. სად წაიღეთ ჩემი კოდების ფურცელი? აუ, რა დრო იყო კოდებს რომ ინტერნეტ კაფეებში ვაპრინტებინებდით. ვაპრინტერებინებდით. ვაპრინტ. როგორც არის. მაგარი თემა გავაზრე ძმა. აბა, მობაილ ბანკში სესხს ვიღებთ, მერე და მერე ვშლით მობაილ ბანკს. რა ორი წერტილი ხარ მართლაც ბაზარი არა როცა გალფში 100 ლარის საწავი ჩაასე და 2 ლარიანი ყავა მოიგე Epic win აუ ვერა დღეს ვერ გამოვალ საქმეები მაქვს აი ასე საკაიფოდ რო გძინავს სადმე როგორ უნდა გახვიდე მაგ დროს როცა ვიღაც ტირილს იწყებს და არის რა გააკეთო ნახე კბილის პასტა ვიყიდე ოკეი ასე დამგვარად სასტავ მივახლოვდით მიმების დასასრულს. შეგახსენებთ რომ ჩვენი Facebook გვერდის ლინკი არის აღწერაში, სადაც შეგიძლიათ დაპოსტოთ მიმები და შესაძლოა თქვენი მიმიც მოხვდეს ვიდეოში. მადლობა კიდევ ერთხელ სანდომის და მათუ გემრიელეს ტკბილეულს, რომ გემრიელად ჩაგვეტარებინა ეს ვიდეოც. 100%-იან რეკომენდაციას უწევ სანდომის პასკებს, იმიტომ რომ გემრიელესია. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, დისლაიქი დატოვეთ, მაგით გენახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და Hey!